ხედავთ გორის სტადიონს, მოედნის საფარიც მშვენიერ მდგომარეობაშია და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ შეხვედრამ. პრაქტიკულად სრული ანშლაგია ტრიბუნებზე და სასიამოვნოა მაყურებლის ყოფნა თამაშზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი სწორედ მაყურებელია. ჩვენი ეროვნული ლიგის იქნება თუ საერთოდ საქართველოში გამართული საფეხბურთო შეხვედრების. დღეს განსხვავებული სურათი გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს. გიორგი ზურაბიშვილი და გიგა გვენცაძე იქნებიან თქვენთან დღევანდელი შეხვედრის მსვლელობისას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სულ მალე დაიწყება უკვე შეხვედრა. მხედავთ გახსნის ცერემონიალი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ბევრი საერთაშორისო საკმაოდ ისეთ მაღალი დონის სპორტული ტურნირები ეწყობა. სულ ცოტა ხნის წინ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეთ ახალგაზრდებს შორის. იყო ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი, იქნება ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის. აგერ უახლოესი 2 კვირის მანძილზე თბილისი და გორი უმასპინძლებს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატს და ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია სხვადასხვა სახეობებში სპორტის, რაც ძალიან სასიამოვნოა ცხადია. კარგია ეს არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მთლიანად ქვეყნისთვის შვენიერია პოპულარიზაცია. და დღეს ეხა ამ შეხვედრას დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სკაუტი ესწრება ეხა ჩვენ საუბრობთ გადაცემაში რომ მართლაც უამრავი ადამიანი არის ჩამოსული სხვადასხვა კლუბებიდან რომლებიც აკვირდებიან ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მოდი ჩვენ მივადევნოთ თვალყური ხ გახსნის ცერემონიალს და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.